10 დეკემბერი ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე. Ამ თარიღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გორში დილიდან დაიწყო, რომელიც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოფისმა გახსნა. კეთი ბებიაშვილის განცხადებით 2012 წელი ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით ერთ-ერთი გამორჩეული წელი იყო. გამახვილდა ყურადღება ყველა იმ საკითხზე, რომელიც დარღვევის თვალსაზრისით დაფიქსირდა შიდა ქართლში, მათ შორის იყო სიცოცხლის უფლების ხელყოფაზე, იყო საკუთრების უფლების ხელყოფაზე, პოლიტიკური ნიშნიდევნა და რაც მთავარია, რაც ერთ-ერთი ასევე მნიშვნელოვანი არის, ეს არის ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლასთან დაკავშირებით. უმცირესობების უფლებებზე გააკეთეს აქცენტი გორის უნივერსიტეტში კონფერენცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოეწყო, რომლის ფარგლებში უმცირესობების უფლებებზე სპეციალური მოხსენება სახალხო დამცველის რეგიონულმა წარმომადგენელმაც გააკეთა. ნინო დალაკიშვილის კითხვები ამ თემაზე სტუდენტებმა დაუსვეს. მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გავაკეთეთ მოხსენება, რაც ეხებოდა როგორც რელიგიურ უმცირესობებს, აგრეთვე ეთნიკურ უმცირესობებს, პენიტენციალურ სისტემაში არსებულ მდგომარეობას, ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვის ფაქტებს, მანიფესტაციისა და შეკრების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს და ასე შემდეგ. ევროკავშირი იცით თქვენ რომ საქართველოში მისიით იმყოფება და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ყოველდღიურად ხვდება ადამიანების უფლებების დარღვევის ფაქტებს და ამიტომ ეს კარგი შესაძლებლობა იყო რომ ევროკავშირის ასე ვთქვათ ფარგლებში და ასევე უნივერსიტეტის დახმარებით ჩატარებულიყო ეს კონფერენცია და გაგვემახვილებინა ამ საკითხზე ყურადღება. დღის მეორე ნახევარში კი 2 საათიანი შეხვედრა გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა. მოძრაობის ქალები მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის წევრები საზოგადოების წინაშე კონფლიქტით გამოწვეულ ძალადობის თემაზე სპეციალური მოხსენებების წარსდნენ. შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ქალთა მოძრაობა ძირითადად ქალები იკრიბებს ხოლმე და აზრებს ერთმანეთს უცვლით იმაზე თუ როგორ კარგია კონფლიქტის მოგვარება მშვიდობიანი გზით. დღეს გადავწყვეტეთ ამის თქმა მამაკაცებთან ერთად და ვცდილობთ დავიყოლიოთ რომ ნებისმიერი კონფლიქტი უნდა მოგვარდეს მშვიდობიანი გზით და არა ომისა და ძალადობის გზით. გავაგრძელებთ თანამშრომლობას, დავუდგებით გვერდში იმ ყველა პრობლემას, რაც შეეხება ქალთა უფლებების დაცვა. ამ სადარაჯოებთ პირველ ოქტომბრამდე პერიოდი ალბათ ყველაზე უფრო მეტად გამოირჩეოდა ადამიანის უფლებების დარღვევის კუთხით. ეს შეეხებოდა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, ეს იყო წინასაარჩევნო პერიოდი. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ყველა, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ თითოეული ადამიანის უფლება, მისი თავისუფლება და ეს იყოს თანასწორი მოქალაქე ჩვენი ქვეყნისა. დღის ბოლოს საზოგადოება იმედს გამოთქვამდა, რომ მომავალი წელი ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით უკეთესი იქნება. ამისთვის კი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები სხვადასხვა მიმართულებით მუშაობის აქტიურად გაგრძელებას გეგმავენ.